წინ თუ ასე უპირველესად დიდი მწუხარებით შემიძლია დავაფიქსირო, რომ საქართველოს ისევ ხავს მასობრივი ფალსიფიცირების, მოსყიდვის, ძალადობის და გაღალბების გზით არჩეული ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც მე არასოდეს არ ვცნობ და არ ვაღიარებ ქვეყნის პრეზიდენტად, სანამ არ გაიხსნება დანაშაულებრივი ბიულეტინები და არ გადაითვლება თავიდან. რა თქმა უნდა, ბოროტება და დანაშაული შობს კიდევ უფრო დიდ ბოროტებასა და ძიმე დანაშაულს და მეორე ეტაპიც მთავრობის დამტკიცების სახით სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა და დღეს ჩვენ გვყავს მთავრობად წოდებული ბიძინა ივანიშვილის კარისკაცთა ჯგუფი, რომელთა მთავარი მოვალეობა არა ქვეყანაზე ზრუნვა და ქვეყნის განვითარება, არამედ ივანიშვილის პირადი ბიზნესის და მილიარდების დაცვა ყოველგვარი შეფერხებისა, უხერხულობისა და შეზღუდვებისგან. აი ეს არის დღეს საქართველოს სამწუხარო რეალობა და ამ რეალობიდან გავალთ ერთადერთ შემთხვევაში თუ ვაიძულებთ მართლ ელიტას თავიდანებოს მანიპულაციებს, სცენაზე დეკორაციების გამოცვლას და წავიდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადავდგით საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც არც ერთი დღე არ შეგვიწყვეტია საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმატის და ის დავაგვირგვინეთ სწორედაც ინაუგურაციის დღეს კვირას თქვენც ბრძანდებოდით საპროტესტო მარშით რუსთაველის ძეგლიდან ინაუგურაციის წითელ ხალიჩამდე, სადაც მიუყარეთ გაღალბებული არჩევნების ოქმები გამყალბებელ და ცრუ ხელისუფლებას. ანუ საპროტესტო მოძრაობა დაწყებულია, საპროტესტო მუხტი არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად დავაყენოთ პოლიტიკური გაზაფხული ჩვეულებრივ კლიმატურ გაზაფხულთან ერთად, რომელიც გვიახლოვდა. ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. მე პარტნიორად წარმომიდგენია ყველა პოლიტიკური პარტია მინუს ნაცების და ოცნების. თუმცა სამწუხაროდ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არანაირი სოლიდარობა არ გამოგვიცხადა. ჩვენ კი არა ქვეყანას, ის ჩვენ კი არ გაგვიყალბეს ის არჩევნები. საქართველოს აკადრეს კიდევ ერთი ბოროტება და ფალსიფიცირება და საქართველოს შემოულაწუნეს ამით. დღეს მე გამიყალბებენ, ხვალ სხვას გაუყალბებენ, ეს საქმე ყველას კარზე იჩუქებს, ის არ არჩევს ფერს, იდეოლოგიას, მიმართულებას და თვალებს თუ სხვა მონაცემებს. შესაბამისად ვწუხარ, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, პოლიტიკურმა პარტიამ თუ პოლიტიკურმა ლიდერმა არ გამოგვიხატა სოლიდარობა, არ დაგვიდგა გვერდზე და არ დაგვიჭირა მხარი ბიულეტინების ხელახალი გადათვლის მოთხოვნაში, რის თაობაზე ჩვენ მოუწოდეთ თავის დროზე პარტიებს, რომ მოდი გავაკეთოთ ერთობლივი კომუნიკე და მოვითხოვოთ ბიულეტინების გადათვლა. რა პრობლემა იყო? ამერიკაში გადათვალეს ბუშის ბიულეტინები, მთელი ფლორიდა შტატი 3 კვირა დღე-დაღამე ითვლიდა ბიულეტინებს და არ დანგრეულა ამით ამერიკის შეერთებული შტატები და პირიქით დემოკრატია უფრო განვითარდა. ისევე როგორც 2002 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგები მიხეილ სააკაშვილმა მთლიანად გადაათვლევინა თბილისში, არა და მე გავედი პირველ ადგილზე, ანუ მე მიჩივლა ფაქტიურად, მე გადამითვალა ის ბიულეტინები და ამით ახლა საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ მაინც და მაინც დიდად მოგებაში ადარჩა, მაგრამ არც დანგრეულა ქვეყანა. გადათვლა და გადამოწმება არის დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტი, მაგრამ აი ამ საკითხშიც რომ ოპოზიცია ხარს არ დაგიჭერს, როგორ შეიძლება იმ ოპოზიციას ენდო და იმ ოპოზიციასთან ითანამშრომლო? კი, ამ აღიარებაში ამ ქალბატონმა მიიღო 1 მილიონის ბიუჯეტიდან და გარდა ამისა მრავალი მილიონი ბატონი მედვედჩუკისა და კახა თარგამაძიდან რუსეთში აკრეფილი. რა თქმა უნდა. საფრანგეთიდან ჯერ არ მოვიდა.
სამწუხაროდ და საუბედუროდ. აი ასეთი ოპოზიციის ხელში ჩვენს ქვეყანას კიდევ კარგად უდგას სული. ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს პრინციპები, არ აქვს იდეები, არ აქვს ერთგულების გრძნობა საკუთარი სიტყვისადმი, საკუთარი გზისადმი და ხაზისადმი. ის არც პოლიტიკაში გამოდგება, არც მეგობრობაში გამოდგება, არც ოჯახში გამოდგება. და საერთოდ ის წარმოადგენს ავთვისებიან წარმომადგენლს ქვეყნის ორგანიზმზე ხელისუფლებასთან ერთად. ანუ კლასიკური შემთხვევა, რაც მრევლიო ის მღვდელიო, ნათქვამია, რაც ოპოზიცია ის ხელისუფლება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გულდათუთხული აწერდნენ გაეროსა და ეუთოში მიმართვებს ხელს უსუფაშვილები, ძიძიგურები, ისინი რა ქვია, გუბაზები და კიდევ ვინც არის ახლა ოცნებაში, იმის თაობაზე რომ საარჩევნო კანონმდებლობა არის უარგისი, რომ არ არსებობს საარჩევნო სიები, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მართლმელი ძალით, სასწრაფო დაგვეხმარეთ, შეგვიცვალეთ, ეს ხელმოწერები მე თვითონ ჩავიტანე 2010 წელი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გენერალური მდივნის მოადგილეს ხეფეხს გადავეცი და დღეს აი ზუსტად ის ხელმომწერები იცავენ ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის სამართლებრივ საარჩევნო მემკვიდრეობასაც კბილებით. აი რა უნდა დაიჭიროთ? ჩვენი სტრატეგია იქნება ვაიძულოთ ხელისუფლება წოდებული თვითმარქვია ჯგუფი წავიდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რის შემდეგაც შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ მოხდება ქვეყნის გარდასახვა უკეთესობისაკენ. მარტო ცალკე ადგილობრივი არჩევნები შეიძლება დამთავრდეს ისე, როგორც დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები. და საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა როგორ? პრეზიდენტი არ იქნა არჩეული პირველ ტურში. წინ იყო მეორე ტური და პირველ ტურში გამოგვიცხადეს გამარჯვებული. მან აიღო 42%, მხოლოდ და მხოლოდ. მე ავიღე 25%, დანარჩენება ქვედა პროცენტები და ყველაფერი გადაატრიალეს და ასე ვთქვათ, გადაწერეს და გადაასხოფერეს 20% დაუმატეს. ამ ბატონს ეს 20% მას დაემატა ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ხარჯს. სამწუხარო და საუბედური. უმცირესობის წარმომადგენლები მალე აღმოჩნდებიან უმრავლესობაში და მხარსაც დაუჭერენ. ამის შესანიშნავი ნიშნები გუშინ მოგწვეს ბეჟუაშვილმა და ნაყოფიამ და ეს რიგი საკმაოდ გრძელი და შინაარსიანია. ამდენად არ არსებობს მანდ უმცირესობა და უმრავლესობა, არის ერთი კრიმინალური სისტემის ორი დაჯგუფება. ნაცები და ოცნება. კი ბატონო, მაპატიეთ. ვილნიუსის სამიტამდე ჯერ საერთო ქართული სამიტი უნდა ჩავატაროთ იმ დონეზე, რომ არჩევნები არ გაგვიყალბონ და ხელისუფლებაში მოვიდეს ის ხალხი, ვისაც ჩვენ ავირჩევთ. მერე ისინი დაელაპარაკებიან ევროპას იმ დემოკრატიულობით, იმ ინტელექტით, იმ ტრადიციებით და იმ სულისკვეთებით, რაც თვითონ ჩვენგანშია. ჩვენგანში არის რა? საქართველოს მაღალი ხარისხის განვითარება ეკონომიკურად, დემოკრატიულად, კულტურულად და ევროკავშირი რა თქმა უნდა ამის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუმცა მე უაღრესად მეეჭვება, რომ აი ამ პირადმა ბიზნეს ჯგუფმა ივანიშვილისგან დანიშნულმა მისი ბიზნესის დასაცავად რამე ხელშესახები შედეგებს მიაღწიოს ან ვილნიუსის, ან ჰელსინკის, ან მადრიდის სამიტს. ივანიშვილი პოლიტიკიდან კი არ წავიდა, ივანიშვილმა პოლიტიკა აიფარა როგორც საკუთარი ჯავშანი იმისათვის, რომ ქვეყნის ძარცვა, გლეჯვა, საქართველოს საბანკო ანგარიშად გადაქცევა გააგრძელოს წარმატებით. და იმავდროულად ის გაექცა საკუთარ დაპირებებს. ის გაექცა საკუთარ ხალხს. ის გაექცა საკუთარ ლოზუნგებს. იმისათვის, რომ რაღაცის დახარჯვამ არ მოუწიოს 7 მილიარდიანი ქონებიდან საკუთარი
დაპირებებისათვის, რომელიც ხალხს მისცა ურცხვად და შემდგომ ეს ხალხი მოატყუა. ანუ ის ერთხელ გარბის და მეორე მხრივ საკუთარ კარისკაცებს იყენებს საფარველად, რათა არ შეეშალოს ხელი მას, მის შვილებს, მის გარემოცვას ბედნიერ ცხოვრებაში. ეს ბედნიერი ცხოვრება შეიძლება მან აწყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გადაქცევით საბანკო ანგარიშად. ივანიშვილი, დამერწმუნეთ, არც სად არ სჭირდებათ, არც ხორვატიაში, არც ჩინეთში, არც ამერიკაში, არც საფრანგეთში, არც რუსეთში. ივანიშვილის ნაირი კაცი ბირჟაზე ვერ გამოვა ვერცერთ ჩამოთვლილი ქვეყანაში, რაც მე გითხარით თქვენ. ივანიშვილმა შეიძლება სამწუხაროდ მხოლოდ მოატყუოს, გადააგდოს და ლეგენდები შეუქმნას ჩვენს ამაყ და ძალიან ალალ ქვეყანას და ალალ ხალხს. კოალიცია გარდაულად დაიშლება იმისათვის, რომ შემდგომში კოალიციის რომელიმე სეგმენტი გადარჩეს და სხვა დანარჩენები აითრიოს და არ დაუშვას სხვა გარე ძალების მოსვლა, როგორიც არის თქვა შალვა-ნატელიშვილის ლეიბორისტული პარტია. ასე გააკეთა მოქალაქეთა კავშირმა, როდესაც ვითომ დაიშალა, სინამდვილეში გაიშალა, ერთმანეთი აითრიეს და დღემდე მოდიან. ასე გააკეთა შემდგომ უკვე არსებულმა მმართველმა ელიტამ, როდესაც შექმნა ვითომ ოცნება, სინამდვილეში ეს იყო ნაცური ოცნება, დღეს უკვე ნაცებისათვის გახდა ასე ვთქვათ მაშველი რგოლი, აი ეს ოცნება და ხედავთ ალბათ შიხიაშვილიდან დაწყებული და ნაყოფიერი დამთავრებული ყველა იქ გარბის, ეს ასე გაგრძელდება, შემდგომში ასევე წავა გაშლა იმისათვის, რომ ერთ-ერთმა სეგმენტმა თავი გადაირჩინოს და სხვებიც აითრიოს. ამიტომ ჩვენ ამ ანკეს აღარ უნდა წამოვიდეთ. ინაგურაციაზე სააკაშვილი არ მივიდა, ეგ არის კიდევ დიდი პრობლემა. ინაგურაციაზე არ ჩამოვიდა არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი, გარდა ბალტიისპირეთის უფუნქციო ერთ-ერთი პრეზიდენტისა, რომელსაც შეგინდაც არაფერს არ ეკითხება. კაი ქალბატონი, მაგრამ არანაირი ფუნქციები იმ პრეზიდენტს არ აქვს. არ ჩამოვიდა არც ერთი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი. აღარ არის საუბარი რუსეთზე, თურქეთი, სად იყო, ირანი სად იყო, სომხეთი სად იყო, აზერბაიჯანი სად იყო. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებმაც კი ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს ინაგურაციას და სხვათა შორის სწორი გააკეთეს. ისინი არიან ბრძენი ხალხი, მათი ციან ჩვენი ისტორია, მათი ციან ჩვენი სიმაღლე და ისინი ჩვენს მაგივრად არიან შეურაცხყოფილნი, რომ ვიღაცა ქორვაჭარმა ქარვასლის გამგემ გაბედა ქვეყანა, გადაექცია და დაეყვანა ხელის ბიჭების დონეზე. ისინი მიხვდნენ ამას და იმიტომ არ ჩამოვიდნენ. ჩვენი სიყვარულით არ ჩამოვიდნენ ხალხი. მე მადლობას ვეუბნები მათ ამისათვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ახლა რა, მან მიიღო გარანტიები ხელშეუხებლობის გარანტიებში აუცილებელი პირობა გახდათ გაყალბებული არჩევნების აღიარება, ანუ პირველ-მეორე ადგილების გაყოფა, შუამავლობად სამწუხაროდ ამ საქმეში გამოჩნდნენ ჩვენი ძვირფასი მეგობრები, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი და ჩვენი უძველესი მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ისინი იყვნენ შუამავლები, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ასევე არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა თავის ბრიფინგზე შეიძლება ესწრებოდით, იქ პირდაპირ გაახმაურა მომავალი არჩევნების შედეგები, რაც იყო შეთანხმებული, ანუ ენამ წინ გაუსწრო და პირდაპირ გამოუცხადა ჩვენ 2%, პირდაპირ გამოუცხადა თავის კანდიდატს 60-70% და პირდაპირ გამოუცხადა ნაცმოძრაობის კანდიდატს მეორე ადგილი. ეს იყო სრულიად შეთანხმებული და პირდაპირ ასე ვთქვათ დააფიქსირა ეს ქალბატონი მესამე ადგილზე. ეს ქალბატონიც მესამე ადგილზე დაფიქსირდა იმ პირობით, რომ ხმას არ მოიღებდა და საჩივრებს არ დაწერდა უბანზე. არც ერთი საჩივარი ქალბატონს, რომელიც გვპირდებოდა რევოლუციას და საპროტესტო აქციებს, არც ერთი საჩივარი 3007 უბანზე დაწერილი არ აქვს. მაშინ როცა გატენილია ოქმები და ყუთები და მთელი საარჩევნო პროცედურა უპრეცედენტო ფალსიფიცირების იურიდიული ფაქტებით. რაზედაც გუშინ სასამართლომაც კი თუ ეცრებოდით აღშფოთება ვერ დამალა და მისცა შენიშვნა ცესკოს რა არის ასე თუ აქ. პირდაპირ ახლა თუ ადრე პერიოდში კი ყავდებოდა რა თქმა უნდა არანაკლები მასშტაბით, მაგრამ გაფორმება იცოდნენ, როგორ უნდა დაეწერათ, რომ არ ეყვირა ძალიან დოკუმენტს. ეხლა ეთყობა ეს კვალიფიკაცია ჩემოვაკლდათ, ჯერ წერდნენ ერთ ოქმს, სადაც 5-7 ხმა მქონდა მე,
5 წუთის მერე უკვე მეორე ოქმი იყო, სადაც 7 ხმა იყო დატოვებული და ეს 500 ხმა გადანაწილებული იყო მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძეზე, ანუ ფაქტები თავისთავად ყვიროდენ ძალიან ისტერიული ხმით. და ეს ფაქტები იყურებს მანამ სანამ არ გადაითვლება დალუქული ბიულეტენები და მე პირობას გაძლევთ უახლოეს ხანში უკვე ახალი ღონისძიების თაობაზე გაცნობებთ, რომელიც დააჩქარებს ამ ყუთების გახსნას და გადაწყვეტას. როგორ გითხრათ, ამ ინაugurაციაზე მე არანაირი აზრი არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ინაugurაცია ჩვენთან ჩავატარეთ, მივედით იმ წითელ ხალიჩაზე და მე თვითონ დავდე ფიცი იმის თაობაზე, რომ აი ამ ბანდას მოვაცილებ ქვეყანას ადრე თუ გვიან, თქვენ გახსოვთ ალბათ ეს. ფაქტურად ფიცი მე დავდე იმისა, რომ ამ ჯგუფს გაუყენებ იმ გზაზე, რაც მათი, ასე ვთქვათ, ბედია და იღბალია. ეხლა ელიტა როგორ გითხრათ, ჩვენ სადა ყავს ელიტა? ჩვენ არა გვაქვს იმის ბედი, რომ ყავდეს ელიტა ხალხო. ჩვენ ყავს ხო, რამდენიმე მსახიობი, იმიტომ რომ ეს მსახიობები კოტრიალობდნენ ყველას ლოგინში. ლავრენტი ბერიედან დაწყებული, ნიკიტა ხრუშოვით გაგრძელებული, ვასილ მჟავანაძით განვითარებული, ედუარდ შევარდნაძით ჩაგვირისტებული და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი. ახლა ლანა ღოღობერიძე, ხალხო. ლანა ღოღობერიძე ლავრენტი ბერიედან მოყვება. და იმ დღეს დავინახე, ჯერ მეგონა მეჩვენება, ძველი ჩანაწერი იყო. ტელევიზორში კიდე გამოვიდა ახლა ივანიშვილის ხებით. ქართული ელიტა გარეცხილია ზნეობისაგან. ქართული ელიტა არის ვერცხლ მაძიებელთა ხროვა. და ვინც ვერცხლს აძლევს, იმას ემსახურება, იმის დაკრულზეც ეყვავს და იმის შეკვეთით მღერის. და არა ერის შეკვეთით, არა ერის ტკივილით, არა ერის საჭიროებით. ჩვენ უნდა გაუხსნათ გზა ახალ ძალებს, რომ მათ ჩამოაყალიბონ ქართული ეროვნული ელიტა. ამათგან არაფერი არ გამოვა გარდა ქარვაცლის ჩარჩების. აი ეს ელიტა ვინც მიიწვიეს, ისინიც არ უნდა მიეწვიათ. მე თუ მგითხავ. კი, ფიცის დადებამდე ჩვენ დავდეთ ფიციმ წითელ ხალიჩაზე, კი. საპროტესტო მოძრაობის დაწყებას, რომელიც დაწყებულია და თქვენ ნახეთ. თქვენ თუ დამისახელებთ მეორე პრეცედენტს, რომ საპროტესტო აქცია მიუხვდა ინაugurაციაზე პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს, მაშინ მე ბოდის მოვიხდი და წავალ. ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა. ეს იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი იმისათვის, რომ ხალხმა გამოიღვიძოს. იმისათვის, რომ ხვალდაზე 100-ჯერ მეტი ხალხი მოვიდეს იქ. და 100-ჯერ და 10-ჯერ მეტი ხალხის მოსვლა რას ნიშნავს? ეხლა მე აღარ დავაკონკრეტებ ამას პროცესებისთვის. კი ბატონო. არავითარს. კი ბატონო. ვერაფერს ვერ შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კუთხით პოზიტიურს. ტერიტორიები არ დაბრუნდება მათი მმართველობის ჟამს. რუსეთი დარჩება ძველ პოლიტიკაზე. უვიზო რეჟიმი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არ იქნება. სამაგიეროდ ჩვენ მოვისმენთ ძალიან ბევრ ქებადიდებას რუსეთის მიმართულებით, დაუსაბუთებელ ქებადიდებას, როცა იმსახურებს კი უნდა აქო ყველა, მაგრამ როცა არ იმსახურებს, არ არის საჭირო ახტაცების, ასე ვთქვათ, გატყორცნა სამყაროში. და საბოლოო ჯამში როგორ გითხრათ, იცით, რუსეთმა თავისი საქმე გააკეთა. რუსეთმა მძევლად აიყვანა ორი ტერიტორია, რუსეთმა ამ ორ ტერიტორიაზე გახსნა უზარმაზარი სამხედრო ბაზა, რუსეთმა თავისი ოლიგარქი გამოუშვა აქ საქართველოში, აყიდია ხმები, აყიდია არჩევნები, აყიდია ხელისუფლება, ამ ოლიგარქს კუდები რუსეთში აქვს ჩადებული და ძალიან ბევრს ვერ იხტუნავებს, რადგანაც იმავე წუთს დაუყადაღებენ და დაუბლოკავენ იმ საბაკო ანგარიშებს ალუმინში და გაზპრომში, სადაც მისი მილიარდები ასევე ინახება. შესაბამისად რუსეთიც სრულ, ასე ვთქვათ, ნირვანაში ამ კუთხით მას არ სჭირდება არანაირი რეალური პოლიტიკის შეცვლა საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, ვინაიდან თავისი ნამესტნიკი, ასე ვთქვათ, გამოშვებულია და ამ ნამესტნიკთან ერთად სამწუხაროდ რუსეთი აქტიურად იყენებს ეკლესიის ფაქტორს პოლიტიკაში. ძალიან აქტიურად იყენებს. მე ძალიან ვწუხარ ამის გამო,
და ვფიქრობ, ჩვენი ბრძენი პატრიარქი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ მიმართულებაში. სოჭის ოლიმპიადას რაც შეეხება, იქ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. იქ სირცხვილია მონაწილეობა მიიღონ ქართველმა სპორტსმენებმა, თუ გნებავთ მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ნებისმიერმა პიროვნებამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ბიჭების სისხლი დაიღვარა სულ რამდენიმე დღის წინ ისტორიისთვის ის რამდენიმე დღე და წამია, რაც იქ მოხდა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საფლავები გაყოფილია ნიკოლსში, ხურვალეთში, დვანში და ვერ გადავსულვათ, რომ იქით წინაპრები საფლავი მოვინახულოთ, ამ ფონზე ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება გახლავთ ფაქტობრივი აღიარება არსებული მდგომარეობისა და ცხინვალის თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს ეს სპორტულადაც და პოლიტიკურადაც. შესაბამისად, მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, მაგრამ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პოლიტიკურ შეხვედრებში, დიალოგებში და კონფერენციებში იმისათვის, რომ რაღაცა დაახლოება ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ამ დაახლოებამ ხალხზე მოახდინოს დადებითი გავლენა. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგანაც ვიმეორებ, რუსეთს არ სჭირდება არანაირი დიალოგი საქართველოსთან, მას ჰყავს თავისი გამოზრდილი ხელის ბიჭები და ჩარჩვაჭრები თავრობაში და შესაბამისად არანაირი წინსვლა იმ მიმართულებით, რომ ორი ხალხი დაახლოვდეს, არ იქნება სამწუხაროდ. ნეტარ არიან მოწმუნენი, მე შემიძლია პირდაპირ და მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, არავის არ დაიბარებენ, არავის არ დაიჭერენ, დაჭერილებს გამოუშვებენ, რადგანაც ეს შედის მოლაპარაკებათა პაკეტში, რის საფუძველზეც ორმა დამნაშავე პოლიტიკურმა ძალამ, ნაცებმა და ოცნებმა გააყალბეს გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები და გაიღოს პირველი მეორე ადგილები. გარანტებად აქ დგანან მინიმუმ სიკორსკი და ბილტი. შესაბამისად, ამ თემებზე ნუ ვიოცნებებთ, ყველა საქმე იქნება დახურული, ყველა საქმე იქნება შეწყვეტილი და მოხდება სრული კოჰაბიტაცია ამ ორი პოლიტიკური ძალისა სამომავლო ერთ პოლიტიკურ გუნდად. ეს არის აბსოლუტურად რეალური პერსპექტივა. რაც შეეხება გენერალურ პროკურორს, მე მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებ, რომ საქართველოს არ ყავდა გენერალური პროკურორი და არც დღეს არ ყავს. საქართველოს გენერალური პროკურორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეხლა იქ ვის დანიშნავენ კაბინეტის დასაკავებლად და შესავსებად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კეზერაშვილზე და ადეიშვილზეც ასევე იქნება ხელშეუხებლობის სრული გარანტიები და ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ პრესაში და სააგენტოებში, არის პიარი ხელისუფლებიდან წამოწყებული, რომ დაიმედოს ხალხი, აი დღეს თუ არა, ხვალ ჩამოიყვანთ ადეიშვილს და დავიჭერთ. ზეგ თუ არა, მაზეგ ჩამოიყვანთ. ხალხს მარტო დაჭერა კი არ უნდა დამნაშავების, რა თქმა უნდა დაჭერაც უნდა და ეს ასეც უნდა მოხდეს. ხალხს უნდა პანამაში, ვირჯინიის კუნძულებზე, მარშალის კუნძულებზე, აი ამ ჯგუფების მიერ გატანილი მილიარდების დაბრუნება ბიუჯეტში. ბიუჯეტში, მაგრამ როგორ დააბრუნებს ივანიშვილი ამ მილიარდებს, როცა მასაც სწორედ ვირჯინიის კუნძულებზე, მარშალის კუნძულებზე და პანამაში აქვს სწორედ ჰოლდინგური კომპანიები, რომელთა გენერალური დირექტორი და მენეჯერი თვითონ არის. შანსი არ არის, მას ამის უფლება მიცენ, იმიტომ რომ მორალური უფლება არ აქვს, თვითონაც იმათნაირია. შესაბამისად, არ დაიჯეროთ, რომ რაიმე პასუხისმგებლობის ეპოქა დაუდგება რომელიმე დამნაშავეს პოლიტიკურ სპექტრში. წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან დიდი და დიდი მადლობა სოლიდარობისათვის, რასაც ყოველთვის ჟურნალისტთა კორპუსი გვიწევს.